აი ესეთი დაღარული როა უფრო მალე ცივდება. ეხლა ამას რატო აქვს ესეთი ლულა? იმიტომ ისა რა ქვია უფრო მარკეტინგული ხრიკი მგონია რა. ტყვიებს ისვრის 9-19 ლუგერს. ეხლა ამან რა უნდა ისწავლოთ იმდენი რომ ამას გააცხელოს ამისი ლულა და ესეთი ლულა იყოს, მაგრამ შესახედაოდ არის კარგი. და სქელ კედლიანი ლულა დიდი რესურსი ექნება, უეჭველი და არის მაგარი მძიმე რა. იარაღი არის კალაშნიკოვზე მძიმე. ალბათ ერთი 3 კილო ნახევარი იქნება და თან დაბალანსებული არ არის. ხელში რო გიჭირავთ, აი მას ქნევს დაბლა. ანუ აი ეს სქელი ლულა ჩალიჩობს და დაბლა დაიწევს. ეხლა ამ ლულებს ორი რაღაცაა, ანუ იარაღი როცა მძიმეა, როცა ეგეთ პატარა კალიბრს ისვრის ამ სიმძიმე იარაღიდან. იარაღს დრო არ აქვს, ანუ შეგიძლიათ ზუსტად მიზანში ისროლოთ, მაგრამ თუ მიზანში სროლა გინდათ მაინც